მოგესალმებით ყველას, დაბრუნდი ისევ Mafia 3-ით. დიდი ხანი ვიდეო არ გადამიღია, მაგრამ სამაგიეროდ ეხლა დაბრუნდი და ეხლა ვიღებ უკვე ვიდეოს ისევ Mafia 3-ზე. მოკლედ, ერთი ვიდეო უკვე გადავიღებ, მაგრამ თან ძალიან დიდი ხანი ვიღებდი რა, რაღაც 9 საათზე მეტი, თუმცა ხმა იყო აი საშინელება. და ამის გარდა კიდე ამ ლეპტოპს აქვს რაღაცა აი საშინელი პრობლემები ესე ვთქვათ. მიუხედავად იმისა, რომ ახალი ლეპტოპი არის და მოგვიყვებით კიდე არ რა გავაკეთე და როგორ გავაკეთე, რა ლეპტოპი არის, რა მონაცემები აქვს და ასე შემდეგ, მაინც აი საშინელი ხმა აქვს. მან ხმა კი არა ბოდიში, ნეტა მარტო ხმა იყოს პრობლემა და არა სხვა რამე. ანუ პრობლემა არის იმაში, რომ FPS-ი ფაქტიურად არის აი საშინელება და თან თითქოს აი ვინც ერკვევა ახლა მიხვდება screen tearing-ი აქვს რა, თვითონ მონიტორს ესე ვთქვათ. მოკლედ როგორც ვიზახოდი ადრე, რომ ყველაფერი აგიხსნით ახლა, მეთქი სამსახური მინდა თქვენ, იმიტომ რომ ლეპტოპი უნდა გამოცვალოთ, თორე ეს ლეპტოპი არ ვარ გამეთქი. ისე პრინციპში შემალე გავიდა ეგ დრო, რომ ესე მგონია, რაღაც გუშინ და გუშინ წინ ლაპარაკობდი მაგ ყველაფერს, მაგრამ ძალიან დიდი ხანი გავიდა, რაღაც 3 თვე ალბათ ან 4 თვე გავიდა, მის მერე რაც ბოლო ვიდეო დავდე და საბოლოოდ შევიძინე ახალ ლეპტოპი. ეს ლეპტოპი არის Lenovo Legion-ის 5 Pro. და მოყვება RTX 5060, რომელიც რეალურად არ არის ცუდი ვიდეო აპარატი, მაგრამ რატომღაც აი ვერ ქაჩავს თითქოს რა ეს ლეპტოპი მაგ ვიდეო აპარატზე, მაგ ვიდეო აპარატის მიუხედავად მაინც ბევრ თამაშს. მაგალითად ახლა ამ თამაშში და კიდევ ყველაფერს გეტყვით და მე რეაგიხსნით იმას თუ რა ხდებოდა როგორ. ხო მოკლედ, ვიდეო აპარატი არის RTX 5060 8 GB-იანი, ასევე მაქვს Intel Core Ultra 7-ის 255 HX-ი. 32 GB RAM მაქვს, ტერაბაიტი მეხსიერება მაქვს და კიდე თუ რაღაცა გავამჩა, მოკლედ და მეგონი 255 ვატიანი დამტენი მაქვს კიდე ამ ლეპტოპზე. კაი, მაგაზე ხა გაყოლა მე არ მჭირდება არანაირად. და აი მიუხედავად მაგისა, კიდე OLED ეკრანი მაქვს, იმიტომ რომ Legion-ის ლეპტოპებს ძირითადად OLED ეკრანი აქვს, რაც თავიდან არ მინდოდა და მეშინოდა, იმიტომ რომ მეთქი OLED ეკრანი თუ მექნება, უეჭველი აი burn-ი დაემართება ეკრანს თქო, საბედნიეროდ და იმედი არც მოხდება არასოდეს, ჯერჯერობით კარგად არის ყველაფერი და არაფერი მსგავსი არ დამართია თავად ეკრანს და იმედი არც დაემართება, მაგრამ ფერები არის აი ულამაზესი ამ OLED ეკრანზე. და 2K რეზოლუცია თუ არ აღნიშნია უკვე 2K რეზოლუციაც აქვს. აი ხავ თამაშობ მაღალი გრაფიკებით, ტექსტურები მიყენია მაღალზე. anti-aliasing-ი თუ რაღაც ეგეც მიყენია 16-ზე, ანუ ყველაზე მაღალზე მიყენია და კიდე დანარჩენები არის medium-ზე, ყველაფერი, ანუ დიდად უმნიშვნელო რაც არის, ყველაფერი მიყენია medium-ზე. და ეხლა მაქვს 75 FPS-ი. რეალურად VSync-იც ჩართული მაქვს, მაგრამ თუ დააკვირდებით, ანუ არ არის რა smooth-ს რო ეძახი, ანუ კარაქივით არ მოძრაობს ეკრანი. აი ყოველი გამოძრაობა გეგონება, რომ პიქსელები თავიდან იტვირთება. აი 75 კადრი წამში ეხა არ ეტყობა ამ ლეპტოპს, რომ ეგრე აქვს. ბევრად უფრო კარაქივით უნდა იყოს ეხა ეს. აი ხო იცი, ცხელტაფაზე რო კარაქს დააგდებთ, აი რო დასრიალებს მისით. აი ეგრე უნდა იყოს ეხა ეს, მით უმეტეს, როცა 70-დან 80 FPS-მდე მოქვს. მაგრამ ეგრე არ არის და ცუდი არის ძალიან. Battlefield-ი კიდე არ ვიცი ვის რამდენსა გაქვთ, ანუ Battlefield 6, თუ გაქვთ ვინმეს და თუ გაქვთ რაიმე ესეთი ვიდეო აპარატი, დამეწერეთ აი რა FPS-ით თამაშობთ, იმიტომ რომ ამ მონაცემებით ახლა ამ ლეპტოპზე თამაშობ მე 2K-ში, რაღაც 80-დან 70 FPS-მდე მაქვს medium high გრაფიკაზე, მაგრამ low-ზე რო დავწიო, მაინც იგივე გრაფიკა მაქვს, მაინც იგივე FPS-ი მაქვს. აი. რა დოკი უნდა ამოთ? ხო, როგორც ვიხარით მართლა თამაშობდი კიდე და რაღაცები გავაკეთე. ვიდეოს ვეხმარებოდი ძირითადად. ესე იგი, ამის მისიები როგორც ვიცი არის SN-ი, S3 აქვს. სიმართლე რო გითხრათ კიდე, ვერ გეტყვით რომ ეს თამაში ძალიან მომენატრა, იმიტომ რომ დიდად ეხა ამ თამაშის თავი იმდენად არ მაქვს, უბრალოდ რაღაცა დავიწყე, მინდა რომ დავხურო. თავიდან კარგი იყო, მართლა კარგი იყო, თავიდან მომეწონა ყველაფერი, მაგრამ ეხლა ცოტა ისეთი თემაა რა. ცოტა მოსაწყენი გახდა. უფრო სხვა თამაშის თამაში მინდა. ვიდეოს კიდე რაც შეეხება, ამ ვიდეოს ახლა რო დავდებთ და ჩავაგდებთ დასარენდერებელში, თუ რაც არის მოკლედ ანუ რასაც ვიყენებ რენდერისთვის, დიდი იმედი მაქვს რომ მანდაც არ იქნება ძალიან ჭედვით და მოკლედ ძალიან ცუდი არ იქნება რა, იმიტომ რომ წინაზე რო გითხარით მეთქი ვიდეო გადავიღე უკვე ერთი თქო, ძალიან ჭედავდა. ანუ თავად დასარენდერებელი პროგრამა რაც არის, აი პიქსელებივით ძალიან ცუდად მოძრაობდა რა ყველაფერი, გეგონებოდა 30 FPS იყო. თავად ვიდეო იყოს რაღაცა 50 GB-ი. წარმოიდგინე ახლა მაგის დატვირთვას ამდენი ხანი მოუნდები და იმედია ეგრე არ იქნება ეს ვიდეოც. მაგრამ შეიძლება იყოს, იმიტომ რომ მაინც 2K-ში ვიღებ ახლა და
ხო ხვდებით, ხარისხი კარგი ექნება, მაგრამ აი ძალიან ცუდად არის რა, აი არ ვიცი. თან ორი კვირა ნაყიდი მაქვს ხა ეგ ლეპტოპი და როგორ მივიტანო და წავიდე ხა სერვის ცენტრში და ვთქვა რომ აი თამაშები ისე ჩანს რომ თითქოს screen tearing-ი არის ან რაღაცა ეგეთი სისულელე. იქედანაც კიდე გავამიშვებენ ალბათ ისე რომ არაფერი არ ჭირს ლეპტოპს მაქვს, просто დრაივერების გამოწერა უნდა, ან შეიძლება თამაშების რაღაც პრობლემა არისო, ან რაღაც ეგეთი და ვითომ მოგვარდება პრობლემა. აი, continue cause remaining requests. აი, არ მაინტერესებს ხა ძველი. Boy is rattled. ვიმე ხوار წამოყვალო, როის ეშინიაო. გრეკოს ეშინიაო რა. Started sleeping at the warehouse. It's the only place he feels safe. Good. Means I have an easier time getting my hands on him. Once he's taken care of. საწყობში იმალებაო და კაიო, მაგ შემთხვევაშიო, უფრო მარტოდ ვიპოვიო. You'll see. That poor fucking Roy is back at the warehouse. ვიდეო ყველაფერს შემოაბრუნებსო. მოგე წადი ეხა რა, ემათ საწყობშიო და გააკეთე რაც საჭიროა რომ გააკეთო. აი არა პრობლემა. ხოდა კიდე რა მაინტერესებს ახლა ლეპტოპზე, აი ვინც ერკვევა იმას ვეუბნები. ეს უკვე აგიხსენეთ ესე იგი თუ რა და როგორ ხდება, შეიძლება ვიდეოშიც კიდე, აუ ეს რა მაგარი მომქანები აქვს, რა ხდება? შეკრება იყო რამე? ყველა თამაში არ გამიტესტავს, გავტესტე Red Dead Redemption 2, ამის გარდა კიდე გავტესტე, ნუ Mafia-ს ხავ ტესტავ, Battlefield-ი, Counter-Strike-ი, რომელშიც რაღაც 200 FPS-ამდე მაქვს, რაღაც medium და მაღალი გრაფიკებით. დიდად არ ვუჩივი. გუში მქონდა პრობლემები, რომ ისეთი რაღაცა ხდებოდა, აი მაგალითად Battlefield-ში მქონდა რაღაცა 80-დან 100 FPS-ამდე, მაგრამ ისეთი გრძნობა მაქვს, რომ თითქოს აი რაც არ უნდა მაღალი FPS მქონდეს, არ გრძნობს, ანუ არ იგრძნობა ისე ყველაფერი თითქოს რომ მაღალი FPS-ი მაქვს. აი ხა მაქვს 70 როგორც გითხარით უკვე უნდა იყოს აი კარაქივით, მაგრამ ფიზიკურად არ არის ეგრე. მოიც როგორ უნდა ვიყო? სო. 70 და 80 FPS-ის მიუხედავად მგონია რომ 30 თამაშობ. Fucker packed it in. We're done here. Ah, hell. Fucker ain't here. ძალიან ჭედავს, აი ძალიან ჭედავს. Hey. Got a man down here. თავში გავარწუდა ხა რანაირად იყვირა მაგან. ეგრესო. აი, რას იმაშვები ხა მოკალია ნამეუკენი. არ გინდა მის გაკეთებო. დიახაც მინდაო. ეს სკინი უნდა შევიცვალო კიდე როგორ მეთორე ძალიან რაღაც კრინჯობა სკინი არის რა. სო, კონტრაქტი უკვე შესრულებული არის, აბა ეხლა რა ხდება? ესე იგი, დავალება Windows-ი და upgrade რაღაცა პათი, ეგ არ მინდა. ეხლა მე მგონი Windows ვურეკავთ. Need you guys to secure the smuggling operation at the warehouse. Nice work. Those Fanooks never should have fucked with me. I'll send some of my crew. You take the Doc Union back, and then fuck Greco will be done. კაი, ყველაფერი გავაკეთე აქო და ვიტომ თქვა რომ კაიო, მოვიყვანო ხა ხალხს მეომანდო და მოვაგვარებ მე ყველაფერს ერთი სიტყვით. ეხა ვიტომ მოვიდა ალბათ. დოკებიო აიღეო რა, ანუ ეს წყალ, აუ ეს რა მაგარი მომხანებით არიან, ახე. ანუ მე რატომ ვაც მეგონა რომ უფრო შავით მოვიდოდნენ ესენი. Today, I'm sure the file on Vito's skeleton is about 3 feet thick, but that wasn't always the case. Vito's skeleton's დოკუმენტები ძალიან ბევრი არისო. ჰუერმა ვერც გაიაზრაო, რომ მაფია არსებობდა საერთოდ 1957 წლამდეო. ამიტომაც დიდად არ მიყვავოდითო მაგათ ისტორიას ან მაფიის წევრებისო. ეხლა ვიცითო რომ ეხა იმას გვეყვება რა, ან მაფია ორში რაც იყო, ვიცითო ეხა რომ არ გავარკვიეთ მე რომ ვიტო ჯარშიც იყო, მე ციხეში ჩაიყვანესო. და ასე შემდეგ.
generally believed he was a made member of the Falcone family in Empire Bay, though he's also a suspect. Falcone's ოჯახში იყო ეგო. და ასევე Don Carlos სიგრძეშიც იყო განზრახულიდან რაღაც. Friends in high places because he was allowed to live. He was exiled, though, and forced to relocate down here. And the commission convinced Sal Marcano to make Vito a lieutenant and give him some rackets. მერე გააგდესო იქედანო, ანუ სადაც ვიყავით ჩვენ, მერე აქეთ მოიყვანესო და ასე შემდეგ. და ეხლა არის იქ სადაც არის. ხო, რასაც გეუბნებოდით, ეხლა მოდი მანამდე აუთფიტი შევიცვალოთ კიდე ეს ჩვენი ბჭყალებში ზმანები და აუთფიტები, იმიტომ რომ არ მომწონს დიდად ეხლა ეს მე. დიდი არაფერი არ არის იმათა რო გითხრათ, მაგრამ მოდი იყოს ისევ ეს. ეგარ. ხო და მიუხედავად კიდე გეუბნებით იმისა, რომ 100 FPS-ი მქონდა Battlefield-ში, აი ზოგჯერ არის მომენტები, როდესაც აი დავარდება FPS-ი რაღაცა 20-მდე, მერე აიწევა ისევ ზემოთ, მერე ისევ 20-ზე ჩამოვარდება, ანუ სტატერებს რო ეძახიან, ხო ვიცი, ეგეთი რაღაცა ემართება. Counter-შიც ეგეთი რაღაცა პრობლემები მქონდა, ეხლა რო დღეს რო ვითამაში არ ქონია ეგეთი პრობლემები. მაგრამ აი არ ვიცი რა უნდა, აი მართლა ვერ ვიაზრებ. აი, ეხლა დავიჯერო ესენი უნდა გავაკეთო მე. აი ამას ვერ ვიაზრებ კიდე ამ თამაშში, რატო ეს სისულელე, რატო არის ეს მისიები? მაგრამ დავამთავროთ იქნება ეს თამაში და გადავიდეთ მე სხვა თამაში, ან Far Cry, ან რაღაც Doom-ი, ან რაღაც მსგავსი რა. Doom-ს ვფიქრობდი ისე, პირველ Doom-ს ვფიქრობდი, მე მეორე Doom-ზე კიდე გავაკეთე არჩევანი, რომ მეთქი Eternal-ს ვითამაშოთ, ვიდეოში რა თქმა უნდა და საბოლოოდ მე ვფიქრობდი, რომ მეთქი მე ახალი Doom-ი რო გამოვიდა, მაგასაც კიდე ვარ ვითამაშოთ. ჯერჯერობით ეს არ დამთავრებია მაფიები. Old Country-საც შეეხება, მაგასაც კიდე გადმოწე რა თქმა უნდა და ვიყიდი, მაგრამ ჯერჯერობით ვერა. კაი, ალბათ აქ მომიწევს ახლა მე შეპარვა. კაი რა. პოლიცია არ მოვიდეს ახლა და ამას არ დავედით, ანუ ამათ კი მოვიშორებ ჩემითაც. მომარტყაო, კაიგაც. კაი, მინდი გააღირა. მალე გააგთხოვ. ბომბას ამაგრებ, კაცო, მეთქი აღებ თქო. კაი, გაიქეცი მაშინ. დავწვით, ნუ გასაგები. Old Country არ ვიცი გამიქაჩავს თუ არა სიმართლე რო გითხრათ და მეორე ლეპტოპი კიდე რომლის შეძენას ვაპირებდი, ანუ იგივე ფაში რომელიც იყო ასევე TAF-ის ლეპტოპი, რომელიც არის TAF 1016 ერქვა თუ არ ვცდები, მაგას ჰქონდა პროცესორი ბევრად უფრო კეთილი, რაღაც 10% უფრო კეთილი ვიდრე ეხა ამას აქვს 50-70. ეგეც 8 გიგაბაიტიანი რამით იყო, ანუ რეალურად ეხა მაგას მნიშვნელობა არ ქონია და არც აქვს დიდი მნიშვნელობა 70-ს ვიყიდით თუ 60, იმიტომ რომ რაღაც ორივეს აქვს 8 გიგაბაიტიანი რამი, რეალურად აი 50-70 რო გამომეყენებინა ძლიერ თამაშებში, როგორც არის მაგალითად Battlefield-ი, ან მაგ ვიდეო ბარათით მაღალ გრაფიკებზე მაგ თამაშს ვერ ვითამაშებდი, იმიტომ რომ როგორი ძლიერიც არ უნდა იყოს ეგ 50-70 8 გიგაბაიტიანი რამი მაგ თამაშს გრაფიკებს მithumedes აი შეზღუდავდა რა. ანუ ისეთი რამე არის რომ ვიდეო ბარათს შეუძლია რომ იყოს სწრაფი, მაგრამ ეგ ვირამი მაინც ზღუდავს და ანუ არაძლევს იმის საშუალებას რომ ბოლომდე გამოიყენოს ძალა. თან კიდე 600 ლარით ძვირი ღირდა და მაგიტო გადავწყვიტე რომ მეთქი ანუ რატო ვიყიდო 50-70, როდესაც საკუთარ ბოლომდე პოტენციალს მაინც ვერ გამოიყენებს თქო. კაი, მოდი ეს გავაკეთოთ და კიდე მეორე ვარიანტი რატომაც არ მინდოდა მაგის ყიდვა, ანუ უფრო რამაც შემიშალა ხელი, ესე რომ თქვათ იყო ის რომ ქონდა Ryzen 7 275 ქონდა თუ არ ვცდები პროცესორი. და მეთქი ანუ დაბალი პროცესორი არის თქო ეს თქო და პროცესორი ძალიან შეუშლის ხელს ვიდეო ბარათს თქო და აი მაგიტო გადავიფიქრე, მაგრამ მე მგონი შეცდომა დაუშვი მაგარი და უნდა მეყიდა TAF-ის ეგ ლეპტოპი. თან
ეგ იყო Full HD რეზოლუცია, ანუ 1080 იყო 1920 იყო 1080-ზე და ეს არის 2K. თან კიდე პლუსი მაგას ის ქონდა, რომ ის ლეპტოპი იყო IPS ეკრანით, ეს არის OLED ეკრანით. OLED კი ლამაზი არის, მაგრამ ამ ეკრანს უფრო აქვს იმის შანსი, რომ ნუ ბერნინი მოუვიდეს, ამ პიქსელები მოკვდეს ან რაღაცა მსგავსი დაემართოს, ვიდრე იმას ქონდა. და პროცესორიდან გამომდინარე გადავწყვიტე, რომ ის არ ამიღო. ფიზიკურად არ მქონდა ნანახი ეგ Asus-ის ლეპტოპი, ანუ არ ვიცოდი როგორი იქნებოდა თვითონ სისქეში. მე როგორც ვიცი, ანუ უფრო პრემიუმი აგებულება აქვს Lenovo-s ლეპტოპებს და გაგრილებაც კიდე ერთ-ერთი საუკეთესო აქვს ახლა ამ თავად Lenovo-s ლეპტოპს. ხო და არ ვიცი, გადავწყვიტე საბოლოოდ ეს, მაგრამ 2K რეზოლუცია რო არის, ისეთი რაღაცა არის, რომ ამ 2K რეზოლუციით რო ჩამოვიყვანო, ეხლა მე რეზოლუცია 1080p-ზე, ანუ Full HD-ზე რო ჩამოვიყვანო, აი საშინლად ფუჭდება გრაფიკა, აი ყველაფერი პიქსელურად ჩნდება, მე კიდე ანუ ცოტა გაწელილი ჩანს ეკრანი რაღაცნაირად და ისეთი რამეა, რომ თუ 2K ეკრანი გააქვს, ანუ უნდა იყოს ყოველთვის 2K. ან რო დაწიო რეზოლუცია ფიზიკურად ისეთი საზღვრობა არის, რომ აი არ მოგინდება არაფერს თამაში. და თან კიდე რაც არ უნდა დაწიო, მაინც იგივე რჩება FPS-ი, ან თითქმის იგივე რჩება, თითქმის საერთოდ არ იცვლება არაფერი ფაქტიურად, მაგრამ გრაფიკა იცვლება აი საშინლად. ხო და ის რომ მეყიდე ხა ის ავტომატურად იქნებოდა Full HD და შესაბამისად გრაფიკაც იქნებოდა საკმაოდ კარგი, იმიტომ რომ ის გათვლილი არის თავად Full HD-ისთვის. როცა ეს ლეპტოპი გათვლილი არის 2K-ისთვის. იმედი ვხვდებით ახლა სადაც მივდივარ. ანუ იქ უფრო გამოვიყენებდი მაგ რა ქვია 50-70-ს ვიდრე ეხა 2K რეზოლუციაში ვიყენებ 50-60-ს. ხო, არ ვიცი. Ryzen 7 275 იყო როგორც გითხარით უკვე და თუ ვინმე რკვევით Ryzen-ებში, იმიტომ რომ Ryzen-ებში ვერ ვერკვევ მე კარგად. რატომღაც მეგონა რომ ეგ იყო ძველი პროცესორი. და რო ვაკეთებდი რაღაც შედარებასავით, იქაც მითხრეს, ანუ სადაც ვუდილობდი, რომ ცოტა ვითომ ძველი არის ეგ Ryzen-იო და ეგ არ გინდაო, მაგრამ თითქოს არც მინდა ეხა მაგ თემაზე დიდად რო ვილაპარაკო, იმიტომ რომ რაღაცნაირად გული მწყდება, რომ ეგ არ ვიყიდე, მაგრამ თან კიდე არ მწყდება გული, იმიტომ რომ 2K რეზოლუცია მაინც მაგარი არის და OLED კიდე სასწაული არის და Lenovo-s ლეპტოპის კიდე მაგარი არის თავად. მაგრამ თან გული მწყდება იმაზე, რომ IPS ეკრანი და 50-70 კარგი არის და 1080p რეზოლუციაც ასევე კარგი არის საკმაოდ. როცა native რეზოლუცია არის ეგ და არა 2K. აი, ბევრი ვილაპარაკე, მოკლედ იმედია რაღაცა გაიგეთ და იმედია რამე რჩევები გაქვთ. Toretto's down at the dock union, demanding to know who's been stopping his people from collecting dues. Think he tipped off Greco to what's been happening? Nah. Knowing Andy, he'd probably see Greco in the ground next to you if he could. But he's a lifer, and if he's got a job to do, he's gonna goddamn well do it. Bad fucking situation all around. And it's about to get worse. Tell the boys they'll be back to work soon, Jock. You pissed Toretto off just enough that he's back at the dock union. You're gonna have to deal with him. ისე უნდა გავაკეთოთ იგივე რაღაც, ანუ წავედით ახლა ჩვენ იქეთ, იგივე რაღაცას ვაკეთებთ. Greco არის ერთ-ერთი მტერი, რომელიც ჩვენ გვემტერება და ასევე ვიტოს როგორც გავიგე, ვიტოს არ გადაუხადა მაგ Greco-მ რაღაცა თანხა მისიის შესრულების გამო, თუ აი ძარცვის გამო ბოლომდე არ დააფინანსა ვიტო. და ეხლა ვიტო გაბრაზებული არის და ვიტოს ეხლა ვეხმარებით ჩვენ და საბოლოოდ მე ვიტო დაგვეხმარება ასევე ჩვენ. აი დიდი იმედი მაქვს, რომ სხვა თამაშებში მაგალითად რომელიც Battlefield-ი არ არის თუნდაც მექნება აი სტაბილურად ნორმალური FPS-ი და არ იქნება ესეთი საშინელება როგორც ეხლა არის. აი Red Dead Redemption-ში ფიქრობდი, რომ 50-70-ით 2K-შიც medium გრაფიკებზე ან მაღალ გრაფიკებზე მექნებოდა რაღაცა აი 100 FPS-ი. თუმცა მიუხედავად კიდე იმისა, რომ 5 ჭირდება ვიდეო ბარათის RAM-ი მაგ თამაშს და არ ჭირდება აი 8 ან 16 ან რაღაცა ეგეთი მსგავსი, მაინც ანუ თითქოს ვერ ერევა ეს RTX 5060 მაგ თამაშს. მე ვიფიქრე, რომ მეთქი კაი ჯანდაბას, ანუ დავწევ გრაფიკებს თქო, ანუ დაბლ გრაფიკებით ვითამაშებ თქო, ანუ ყველაფერი დაემგონა რაღაცა კუბიკებს Minecraft-ივით თითქოს, მაგრამ FPS-ი დარჩა იგივე, ანუ 70-80. და 70-80 FPS-ს და მიუხედავად, მაინც ისე იგრძნობა თამაშობ თითქოს რაღაცა 40-50 FPS-ში.
თუ კიდე დავუშვათ გაგრძელდა ესე რომ აი ყველა თამაში ესე არის რასაც გავტესტავ და არაფერი არ იცვლება და აი FPS-ი ძალიან საშინელება არის თან ტესტებსაც კიდე ვუყურებ მე კიდე God of War Ragnarok-ის ყიდოს ვაპირებ სამომავლოდ არ ვიცი როდის შეიძლება ჯერ Warhammer-ი ვიყიდო რაღაც ეგეთი თამაშები და მე გადავიდე God of War-ზე და ვნახავ თუ რა ხდება და როგორ ხდება დრაივერები ყველაფერი გადმოწერე გუშინ მანამდე თქვა გადმოწერილი და ყველაფერი გაახლებული მაგრამ ეხლა თავიდან განვაახლე და Lenovo საიტიდან გადმოწერე თავად ყველაფერი ეს რა საშინელება არის კიდე ანუ რო არ კვდებიან ესენი და ესე იგი ან შენ მომკლავო ან გრეკო და რაღაც გრეკო არ არის აქ ვარ მე მოკლავო სისულელი არის ესე რო ხდება რა ანუ მიდიხარ S3 არ კვდებიან ახლოს მიდიხარ ულტყან მაინც არაფერი არ ხდება და ამოსობაში ისინი გესრიან შენ მე რაღაცნაირად აი უნდა გააკეთო ისე რომ თითქოს დაიჭირო და ყელი გამოჭრა მანდა მაინც ანუ ისე რომ პისტოლეტით მოკლა არა The dock union's under control. Put some of you guys on it. I'll send them over. And Lincoln, just because Greco's a dipshit doesn't mean he's a pushover. They'll probably send out some of his men, have them try and take you out. Კაი, მოდიო რა, უკვე გავაკეთეთ ყველაფერიო და ვიტომ კაი მოვალო რა. კაი ბიჭი ხარო შენო, მაგრამ გრეკო როგორი თვლიდების არ უნდა იყოსო, მთლადო ნუ იმასქნიო რა, თუდად ნუ შეხედავ, იმიტომ რომ ჭკვიანიც არის ასე თუ ისეო და შეიძლება კაცები გამოუშვოს რომ შენ დაგამარცხოსო, ან მოკლასო რა. ო ვიღაცა გადაუღორე სიმკაც. კაი ეგ არის ორივე სანაოსნო ადგილი ეს როგორ არის ჩვენი უკვე. და აი რატო არის ამ თამაში ყოველთვის წვიმა ვიღაცამ გამაგებიეთ? I was in the 3rd platoon company C of the 614 tank destroyer battalion during World War II. მოკლედ ბატალიონში ვიყავიო რა, მეორე მსოფლიო ომშიო. მედიკიო. Still carried a gun. მაგრამ იარაღი მაინც მქონდაო. Every man in our company was black. Army didn't know what to do with us other than they didn't want us fighting with the white men. შავები რო ვიყავით და თეთრებს არ უნდა და რომ მაგათ ერთად ყოფილიყავით ომშიო. Klimbach was that little. Klimbach საფრანგეთში პატარა ქალაქი იყო. გერმანიის საზღვართან. და ჩვენ მისია გვქონდა რომ აგვიყვეთ ქალაქი. There was no way in hell we were letting them get the better of us. We were determined to show we was just as good, if not better, than every other soldier in the service. მოკლედ ტანკები მოყვარეს თუ რაღაც ანტიტანკებიო და მაინც არ გავჩერდით ჩვენო. Like talking about medals I got over there. მედლებზე არ მოწესო ლაპარაკიო თუ როგორები და რაები მივიღო იქო. Only way a man survives something like that is ერთადერთი რაღაცა როგორაც გადარჩება ადამიანი არის ღმერთიო რა. Right. Celebrating a little piece of tin. No one knows. მედლის გამო არ ღირდაო გახარებაო. John Donovan. Not that I'm keeping it a secret, mind you. Just that nobody ever came around and asked about it. რაღაცაზე არ მკითხესო ხა დამავწდა ანუ კარგად ვერ გავიგე. კაი, ეხლა უნდა შევხვდეთ ვიტოს. აი ისევ წვიმს. აი დავიღალე. სულ რატო წვიმს ამ თამაში? თან ეს წვიმა რო არის კიდე უფრო და უფრო აუარესებს ამ FPS იმდენად არა, მაგრამ screen tearing-ს რაღაცას აუარესებს, იმიტომ რომ წვიმა ისე არის დახატული, გეგონება რომ აი green screen-ი არის მიწეპებული ეკრანზე და ეგრე წვიმს. ამ რაღაცა 3D ეფექტი არა აქვს ამ წვიმას. Additional health, კაი, არ მაინტერესებს ეგ. აი მზე გამოვიდა, მაინც წვიმს. ეხლა გადაიღებს, 2 წუთში ის წვიმა დაიწყება. აი რაც თავი მახსოვს და რაც ამ თამაშს ვიღებ, სულ წვიმს. გამოდი ვიდეოს დაველაპარაკოთ და მე უკვე ვიდეოს დავასრულებ, იმიტომ რომ მაინტერესებს ხმა როგორ ისმის, შეიძლება ხმა საშინლად ისმოდეს ახლა აქ და აზრი არ ქონდეს კიდე ამ ვიდეოს დადებასაც. შეიძლება კარგად ისმოდეს ხმა. მე ლეპტოპზე კიდე რაც შეგეკითხეთ, კარგი იქნება თუ მაგაზე მიპასუხებთ ან თუ იმე ვიცით საერთოდ ან რა ჭირს ან რა პრობლემა არის ან რატო არის ეგრე. ვიღა არ მითხრათ კიდე ის რომ უნდა გეყიდა შენ PC-ო, ანუ ვიცი PC რომ უნდა მეყიდა, უბრალოდ საქმე ისაა რომ ოთახი არ მაქვს ისეთი რომ სადაც PC-ს დავდებ. სადაც ოთახები არსებობს, მანდ ჩემები ძინდებენ ხოლმე და
აზრი არ ექნებოდა ახლა PC-ს ეგრე ყიდვას. ანუ ვერ გამოვიყენებდი Greco's in დიდად that მაინც. building at the end of the block. გრეკოს Who's ყავს? in there? Probably face down a pussy right now. You got any muscle with? მოკლედ გრეკო იქ არისო რა, ძუგნებთან არისო დიდი ვარაუდით და შეიძლება მაიმუნოსო რაღაცასო და ვერც მიხვდებაო ჩვენს მოსვლასო. დაკუნთული არისო? I'll go around the front, you take the back. დაკუნთული კი დაცვა ყავსო და კი. Grab his ass. Nobody kills that prick but me. Fuck. ჩემ გარდა მაგას არ მოკლავსო. Those are Marcano's guys. მორკანოსაც მოკლავ უნდა მაგის? აი გამოიქცე. Sucker. Come on, back to the car, you drive, I'll cover us. რა თქმა უნდა. Little prick gets away. კონტიახია ეს. აუ როგორ ეს მანქანა ყავს ერთ მეგობარი, ნუ მეგობარი რა ვიცი, აი კიდე წვიმა დაიწყო. ელში ამოვიდა უკვე ეს წვიმა. God damn it. Why don't you just let Marcano handle ესეთი კაცი არის რა ვიცნობ მოკლედ კარგად იმ კაცს და ესეთი მანქანა ყავს ზუსტად. ნუ უკრინესა და სხვანაირი არის, მაგრამ აი. Get at Marcano directly. This is the next best goddamn thing. Point taken. აუ კალაშნიკოვი შუა გზაში. გაშვებით მე. Going to attack. Wait. Making any promises. No way I'm letting that dipshit get away. Once I'm done with Greco, you cocksuckers are next. Oh, მე გადავედი. Stay on him. Giants რა stay-on-ი, ფიჯო, რა stay-on-ი. მოდი ვიტო, მალე, მოდი ჩაჯექი. აუ, კაი რა. აი რა სისულელია საბურავებში მესვოდან ეხა ძალი დავიჯერო ხო ვიდეო დათანხმდა რომ ლინკონთან იმუშავებდა მხოლოდ იმიტომ რომ გრეკოს თუ მიიყვანდაო რა აი ჯანდაბოს დავიწყო თავიდან ეს სისულელე რა სისულელე არ ვიცი აი ამიტომ არ მოწონს ეს ჯეტის სტილის თამაშები He's a little fuck, that's how. ჩემი მანქანა ყავს? God damn it. Why don't you just let Marcano handle this jackass? Marcano would just kill the little shit stain. I want to take my time. Besides, until I can get at Marcano directly, this is the next best goddamn thing. მასე გადამიხდით, მასე აი შემომივარდით ეგრევე საბურავებში. მოკლედ, არ ვიცი ჩემი მანქანა როგორ აყავს, მაგრამ მარკონოებს რატო არ აცდიო რომ მოკლანო ეგ გრეკო და მარკონო ეგრევე მოკლავსო და მე მინდა რომ ცოტა ვითამაშო მაგასთანო. და გავაწვალო. ჩემ მანქანას ნოესრიო. პირობასო ვერ მოგცემ რომ არ ვესროლე, იმიტომ რომ მაგნა ბიჭოს მე აქედან არ გავუშუფო ეგრევე. აი ეხა თუ შენ მაგას ვერ მოვარტყი? აი. აუ თქვენი მაგდან შეჭრილი და ეს ვინ არის? ვიტოა ეს. გადი, ქალო იქით, რა საკეთებ? გაგაცო. არ მოუგლიათ? Fuck, god damn it. The fuck are you? ინჯენდა ბახა შენო. Get him the fuck out of here. The cops are closing in. გავალწროთ აქედან პოლიცია მოდისო რა. აი, საწავიღოთ ახლა ამას. You're gonna have to shake these corn-pone redneck motherfuckers. სხვადასხვა მოიცა ეხა ჩავრთო კიდე MSI Afterburner-ს და კიდე თქვენს დაინახავთ იმას თუ რა როგორ არის ერთ წამით. აი, წესით უნდა გამოჩნდეს ახლა, იმედია რომ გამოჩნდება. სულ ეგარი. კაი, თუ არ ჩანს, გეტყვით ახლა 80-დან 80 FPS იმაქვს. ზოგჯერ ადისაც ვერ ჩამოდის ახლა, რა თქმა უნდა. აუ, ვერ უყურებ ახლა ორივეს ერთად. აი, იქნება მოიშორო ესენი თავიდან როგორმე და აი, GPU, ანუ ვიდეო აპარატი Celsius-ები არის 66-67, ანუ არ არის რა გაცხელებული და ეხა იმას ვერ დავაბრალებთ დაუშვათ რომ აი ცხელია და მაგიტო არის რა ეს FPS-ის რაღაც ცუდი მომენტებიო.
იყენებს ეხლა ვიდეო ბარათს 97-98%-ით, ანუ თითქმის ბოლომდე იყენებს ვიდეო ბარათს. ვიდეო ბარათის RAM-ს იყენებს მხოლოდ 4 GB-ს და მეც არა. Background-ზე კიდე ვიდეო გადაღების გარდა და MSI ავტობუნერის გარდა ჩართული არაფერი არ მაქვს. CPU ან პროცესორს აუ, ესე იგი. რა ვქნა ძმა, რა გავაკეთო? თან სტრაფები არიან ესეთი, აუ, ესენი ვინაა კიდე აქ. შევღონდი ძმა, აი შევღონდი, აღარ შემიძლია უკვე. მე მგონი გავიქცევი. თან იმ სიგზე მანქანაა ვერც უხობს ესიერად. დამეხმარეთო ვიღაცებმა. კაი, მოდი აქედან გავიდეთ. აუ, პოლიცია. კაი, კაცო. ხო, CPU არის 76-80% არის, რასაც იყენებს. არა, გაცხელებული არის, ესე იგი 77% და 80-ით და იყენებს ახლა 30%-ს. მოდი ამას ფოტოს გადავუღებ და ChatGPT-ს ვაჩვენებ კიდე. მაინტერესებს, ანუ დავუშვათ ის რას მეტყვის, ამ ChatGPT რას მეტყვის. და მეტი რა, RAM-ს იყენებს 14-ს მხოლოდ და მე მაქვს 32 აქ. არ ვიცი. Bottlenecks აკეთებს ახლა დავიჯერო CPU, იმიტომ რომ პროცესორი ანუ არის ზედმეტად ძლიერი, რომ ვიდეო ბარათთან ან ვიდეო ბარათისთვის არის იმდენად ძლიერი, რომ ვიდეო ბარათი ვერ მიყვება პროცესორის ისწრაფეს, მაგრამ ეს თამაში პროცესორთან იმდენად კავშირში არ უნდა იყოს რეალურად. ანუ NPC-ები და cutscene-ების გარდა პროცესორი იმდენად არაფერს არ აკეთებს. და ნუ ალბათ დიალოგებს რაღაცეებს ახლა პროცესორი შვება რა თქმა უნდა, მაგრამ გრაფიკულად ახლა ეს თამაში არის დადურთული საკმაოდ, იმიტომ რომ ნახეთ რამდენი წლები და რაღაცეები არის. და არ ვიცი. თუ რაიმე bottlenecks აკეთებს, მაგასაც კიდე გავარკვევ. თუ არაფერი არ აკეთებს bottlenecks და რეალურად ესე უნდა იყოს თამაში, ანუ ვიდეოებსაც კიდე უყურებ რაღაცეებს და იქედანაც კიდე გავარკვევ თუ როგორი FPS-ი აქვს იმათ, თუნდაც ამ თამაში 4K რეზოლუციით. საბედნიერო ფაქტი ისაა, რომ რაიმე სტატერი არ ქონია, ან რაღაცა frame drop-ი არ ქონია. ფაქტობრივად ეხლა თქვენთან ტესტავ ამ თამაშს, იმიტომ რომ ორი კვირაც მე მგონი არც იქნება რაც ვიყიდე ეს ლეპტოპი, რაღაცა კვირა და 2 დღე ალბათ. ხო და თუ კიდე ისე გააგრძელა და თუ დავუშვა ტესტებს უყურე და იმ ტესტებში ყველაფერი კარგად ჩანს, მაგრამ ჩემი ლეპტოპი არის ესეთი საშინელი, მაშინ მომიწევს რომ წავიღო უკან. არაფერს არ იზამენ, მაგრამ მაინც. არაფერი არ მექნია მე. არაფერი? კლაუდიო მე. რაც მითხრეს რომ იმას ვაკეთებდიო. არ მოწონდიო მაგას არასოდეს, მაგრამ რატო გინდა ჩემი მოკლავ? Said you were a carpetbagger. Never should have been down here in the first place. აქ არ უნდა ყოფილიყავ შენ არასოდეს ეგრე მითხრა, კარპეტბეგერი არ ვიცი, ალბათ რაღაც ჭია ხარო ან რაღაც ეგეთი, ტილი. You want me to keep going? You got no fuck. Listen, Jesus, he was worried you knew about the casino. They were going to play him too. მოიცე რაო? ესე იგი რაღაცა კაზინოზე ღელავდაო რომ შენ რაღაცა გეცოდინებოდაო მაგასთან დაკავშირებითო. და Play to Leon and Commission. რაღაცა, ანუ გავხსენებდიო რა. What casino? რა კაზინო? Answer the question. უგოსუხე. Pizza Celis. He's building a casino over there. He wants to go legit. Turn this city into Las Vegas. ესე იგი რაღაცას ვაშენებსო რა, აი განკულცემიო მდინარის გასწვრივო და დიდი შენობა იქნებაო. ყველაფერი უნდა აქ რო გადააქციოს თითქოს ლას ვეგასიო. ეგ ხო არალეგალური არისო? კაზინოებია. ვიციო, მაგრამ მაგიტო იხისო ზამბერ ფულსო რომ შეცვალოს უკანონებია. კიდე ვინ არისო მან შერეულიო და არ ვიციო. I told you what you wanted to know. ხო გითხარი რაც გინდა რომ გეთქვა, რაც გინდა თუ რა. ეხლა გამიშვებთო ხო? Yeah, sure. ხო რა თქმა უნდა. მე მგონი Stupid fucking prick.
I'll clean this mess up. No reason for you to stick around. Remember our deal. I'm expecting a cut of everything you bring in. Yeah, I know how this shit works. You'll get your money. დაიმახსოვრეო რა. There's a woman named Alma helps me out sometimes. ვინცა? Cuban, mean as fuck. Should talk to her, see if she needs anything. Might be an easy way to bring in some extra money. მოკლედ ხალი არის უკუბელიო, ცოტა უხეში არისო, მაგრამ ყველაფერზე გვეხმარება ეგო. სად არისო და საწყობშიო? Just gotta eat like everyone else. ამასთან რას იზამო? ნუ თევზებმა უნდა ჭამოსო, როგორც სხვა ყველაფერი ჭამოსო. that Sal Marcano wanted to build a casino north of the city. Pretty early on. როდის გაიგიო, რომ სელსო კაზინოს აშენება უნდა დაუდა? ნუ თავიდანვე ვიცოდიო ეგო. Michael Greco told Lincoln about it. მიკო, ანუ გრეკო მოუთხრა, რომ ლინკოლსა მაგის შესახებ არ დაეგრიალობა არა. Clay's plan was to specifically target various entities related to Marcano's casino plan. Between the bribes he was paying out to get gambling legalized and the money needed to pay off the commission, Sal was stretched pretty thin. So Lincoln used that to his advantage. Forced Sal into making some extremely hard decisions. მოკლედ ანუ იმდენ ფულს ხარჯავდაო რა ეგ სალიო იმისთვის რომ ლეგალიზაცია გაეწიაო კაზინოსთვისო ცოტა გაწელილი იყო რა ანუ ვერ აკეთებდაო ბევრს ვერაფერშო და ლინკოლმა მაგასთან დაკავშირებით მოახერხა რაღაცა რომ აი გამოეძალა ეგ ნათქვამიო რა decisions that would limit his options. სალი იძულებული იყო მსგავსი რაღაც გადაწყვეტილებები გაეკეთებინაო რამაც მე შეზღუდა მისი არჩევანი ესე რომ ვთქვათ ეს არის ალბათ კაზინო ხო I'm telling you, we make twice as much bread moving heroin as we would from a stupid fucking casino. Maybe 3 times. Heroin heroinis ამოღება უფრო ბევრ ფულს მოგცემსო, ვიდრე ამის შენება. All I ever heard from you is, don't give me that goddamn excuses, you understand? You pay me what's fucking owed. You think this is a game, son? შენ გონია რომ ეს თამაშია? ჩემ როლია რომ შენ გეთამაშებიო. But it's not a game. ეს თამაში არ არის. Grind you down. ეს გლისო. I had a decent night's sleep in 43 years. 43 წელიწადს არ მიძინიაო და ლუჩიოს მერე. Every last one of them. ხომ არა, ხომ უკალთო ყველაო. ხომ არა, ბიზა შენ კიდე უნდა მაინც მკვდარი არისო. You think sitting in that chair makes you special, huh? შენ გონია მაინჯდომა მაგარად გაქცევსო? არა, პირიქითო. დიდ მიზანსო გადებენო შუბზეო შენ მაგის გამო. And I'm tired of paying it. Mainly I'm worried I'm going to get a phone. მოკლედ ბევრი ფულს მოითხოვსო რა, მან ყოფნაო და მე დავიღალე უკვე მაგის გადახდით. ალბათ ეს მამამისი არის და ეს უხდის იმას რაღაც თანხას. მოკლედ ღელაო რა, რომ ვიღაცა დამერეკავსო და მეტყვისო შენ რაღაცა მოკლესო. What do you expect me to do? რასელი ჩემგანოა? Work the front door. Glad hand folks as they come on in, maybe give them a quick slap on the ass. ანუ შენ გინდა რომ მე წინ ანუ შემოსვლელი ვიყო, მივიღებიო და ვიღაცა შემოუშვებ მე საჯნური ხელი ავარტყაო თუ რაო. შენ ჩემთან ხარო. და რამდენიმე წლის მერე ანუ მე ვიმუშავებო რა მამამისი ეუბნება და როცა ყველაფერი მოგვერდება მე უკვე შენ გადმოგცემ ყველაფერსო. ვიღაცა კაი გოგონა ხე და შვილიშვილები მომეცია. ძალიან მოსაწყენიაო ეგო. ერთადერთი გზა არის ეგო. იცვლება მსოფლიო. ეს Red Dead Redemption-ში არტურის ამბობდა ამას. Now everybody's screaming about equality. კაი ხალხი იყო აქო რა, მაგრამ ეხა ყველა ისე ლაპარაკობსო რომ თითქოს Nicks, gooks, you name it. ყველას ერთნაირად უნდა უცხოვრება კომუნიზმი უნდა ფაქტიურად. და ამ ქვეყანაში ეგრე არ იმუშავებს ვარაფერიო. Yeah. You come to me with something like this, Lou, you better be goddamn sure. ეგრე თუ მოდიხარო ჩემთან დარწმუნებული უნდა იყო რაღაცაში. ალბათ ის რომ მოვყალეთ იმაზე ლაპარაკობს. ლინკოლი გესოცხალიაო. Fuck me. ოპა. ანუ ამაც უდაც აქვს უკვე რა საქმე. ლინკოლი ახლა მალე მაგათაც მიადგება როგორც შანსი. კაი, შევხედოთ კიდე ჩვენს FPS და რაღაცეებს. ვიდეოს უკვე დავეხმარეთ, ეგ მისია შესრულებული არის. ეხა იყენებს GPU არის 68%-ზე. Celsius უბრალოდ და 98-ი არის გამოყენება, ესე რომ ვთქვათ. CPU არის 78-დან 80%-მდე Celsius-ი და 25%-ს იყენებს მხოლოდ. ასევე იყენებს 15 GB RAM-ს.
FPS-ი არის 78, 80 ისე რა ვთქვათ. კაი. ეს მისიები შესრულებული არის. რა უნდა გავაკეთოთ ახლა და სად უნდა მივიდეთ ახლა? ჯერჯერობით აქ რაღაც მისია მთავარი რო ჩანდეს, ეგრე არაფერი არა. შეიძლება აწია მოვდოს. მე ცოტა გავიაროთ კიდე. 90 FPS-ი მოქვს ახლა, კარგია. უბრალოდ არ რჩება ეგრე, ამ სტაბილური არ არის. და ეგ ცოტა მაშინებს ავით. კაი, დაემოტა რამე? არაფერი არ დამოტებულა სამწუხაროდ. კოლექცია ჟურნალში გადავიდეთ. ეს აქ არაფერზე არ იჭირება ხელი. ასეტები ესენი არ ვიცით ვინ არიან ქვემოთ ვინ ჩანს როგორ ჩანს. მოკრული ხალხიც, ნუ არ ვიცი, არაფერი არ ჩანს შეჯერობით. დიდი ვარაუდი ცოტა ხანში დაემატება რაღაცა მისია, თორე მაშინ მომიწევს რაღაცა ვიდეოს უყურო, რომ რაიმე გავაკეთო აქ. მანამდე, მოდი აქ მივიდეთ და ეს გავაკეთოთ. დიდად არ ვიცი ეს რა შვება, მაგრამ მაინც. მეგარ. So. Wire tapping node activated. არ ვიცი ეგ რას ნიშნავს, მაგრამ მაინც. მოკლედ, იმედია რომ ვიდეო მოგეწონათ. დიდად მგონი იმდენი ანუ ვიდეოზე და თამაშზე ნაკლებად მქონდა ყურადღება გამახვილებული და უფრო ვლაპარაკობდი იმაზე თუ ანუ რა ჭირს ლეპტოპს და ასე შემდეგ. ეს არის მისია? How things really work. James უნდა დაველაპარაკოთ, იცნება მარკანო თოქფაშებს. აქ უნდა მივიდე ხო? კაი, ამას უკვე მე გავაკეთებ. მოკლედ, ბევრი უფრო ვილაპარაკე ლეპტოპზე და იმასთან დაკავშირებით თუ სად ვიყავი და როგორ რა ხდებოდა, კიდე ვმუშაობ, ანუ სამუშაოზე თავი არ გამენებებია, შეიძლება ჯერ კიდე 2-3 თვე არც გავანებო თავი. თავიდან გეგმაში მქონდა რომ მე კიდე აი 50-70 Ti ლეპტოპი, რომელსაც აქვს უკვე 12 გიგაბაიტი RAM-ი და ბევრად უფრო სწრაფი იქნებოდა, ბევრად უფრო კარგად გამოიყენებდა მაგ ვიდეო ბარას ლეპტოპი, ასევე პროცესორიც ჰქონდა მაგას უკვე Intel Core 7 Ultra 275HX, ანუ ბევრად უფრო ძლიერი იქნებოდა, ეგ უბრალოდ ეგ ლეპტოპი ღირდა რაღაც 3000 ლარით მეტი. ეხა კიდე არ მექნებოდა მაგის ფული და კიდე მომიწევდა აი მეტი და მეტი ფულის გადახდა. რაღაც 8000 ლარამდე ღირდა მოკლედ ეგ რა. და ფიზიკურად არ მიღირდა რომ აი მაგდენი გადამეხადა ლეპტოპში. რა თქმა უნდა, ხა თუ რაღაც საქმეს აკეთებ, ჯობია რომ კარგად გააკეთო და ბოლომდე გაიწურო, ვიდრე საშუალო დონის იყიდო რა ხო ხდებით. მაგრამ ჩემი გასვლა იყო ამ ლეპტოპით ისეთი რაღაცა რომ მეთქი ვიყიდი ლეპტოპს, აი 2-3 წელი ან მაქსიმუმ 4 წელი რო გამოვიყენო ისე რომ აი მე გავამადგეს და მე უკვე სტანდარტულად რა თქმა უნდა თუ რაღაცა ისეთი მოხდა რომ ან სახლი ავაშენე სადმე ან სახლი ბინა ვიყიდე სადმე რაღაც მსგავსი, მე უკვე პერსონალ კომპიუტერს ავაწყობ, რომელიც იქნება აი ბოლო დონის რაღაცა გიჟი. მანამდე კიდე ეს 50-60 წესით არ უნდა იყოს ცუდი თქო რა. და ეგ მქონდა ჩემი გასვლა. ეხლა დავუშვათ რომ მეყიდა რა ვიცი 8000 ლარიანი ლეპტოპი, რომელიც იქნებოდა 50-70 Ti ან 50-80 და ეგეთი რაღაცა. მე 2-3 წელიწადში უკვე ახალი ვიდეო ბარათი გამოვიდო და მე კიდე ფიზიკურად ანუ არ მექნებოდა, სრული მექნებოდა გამოცვლის, მაგრამ საჭიროება არ მექნებოდა გამოცვლის, იმიტომ რომ უკვე 50-70 Ti მაქვს და ეხლა რა თქმა უნდა დავუშვათ 70 სერიის ვიდეო ბარათები რო გამოვარო, ეგ ვიყიდო თქო რა. და დავშებოდი ალბათ 3 წელს მაგივრად დავუშვათ 4-5 წელი ან 6 წელი იმ 50-70 Ti-ით, რომელსაც ვიყიდდი ეხლა მაგალითად ხო? ხოდა მაგიდან გამომდინარე გავაწყვეტე რომ მეყიდა 50-60. ეხლა კი წუწუნებ და ვიძახი რომ მეთქი არ ვარ გათხოვ და ისე კარგად არ მადგება როგორაც უნდა მადგებოდეს თქო, მაგრამ რაც არის რა. ეხლა ამას მე ვერ შევცვლი და სამაგიეროდ Battlefield 6 თუ ვერ თამაშობდი საერთოდ იმ ლეპტოპზე, ამით თამაშობ. სამაგიეროდ კიდე თუ დავუშვათ ვიდეო ედიტინგი რაღაც 9 საათი იღებდა იქ მეორე ლეპტოპში ან 40 წუთამდე იღებდა, აქ ეხლა უკვე 8 წუთში ყველაფერს არენდერებს. და ანუ მაგ მხრივ კარგი არის. ხო და რა ვიცი, იმედია რომ ვიდეო მოგეწონათ, იმედია რომ თქვენც რაღაცა ისწავლეთ იმასთან დაკავშირებით თუ ლეპტოპი როგორ უნდა შეარჩიოთ. ძალიან ბევრი ინფორმაცია მოვიძიე მე მაგ ლეპტოპებზე, ძალიან ბევრი ადამიანს ვლაპარაკებოდი, ძალიან ბევრი chat-bots ვლაპარაკებოდი კიდე აი AI და რაღაცეებს. და მოკლედ აი რას არ ვაკეთებდი რომ აი სწორი გადაწყვეტილება მივიღო, მაგრამ მე მგონი თლად სწორი გადაწყვეტილებაც ვერ მივიღე, თუმცა იმდენად არ აკმაყოფილი, რა თქმა უნდა არა ვარ, იმიტომ რომ მადგება რაღაცეებში რა. ანუ არაფერს ჯობია ესე ვთქვათ.
ეგ არაფერი შეგეცდათ ნათქვამი არის, მაგრამ მაინც. კაი, მოკლედ. ხო, ერთ დავუმატებ კიდე, სუპერი ვიდეო ბარათები გამოდის მალე, ალბათ დეკემბრის მერე გამოვა დიდი ვარაუდით ეგ სუპერ ვიდეო ბარათები და შეიძლება თქვათ, რომ აი რატო არ დაელოდე მაგასო. პირველ რიგში ეგენი გამოვა, მაგრამ ჯერჯერობით ოფიციალური ნათქვამი მასთან დაკავშირებით, რომ სუპერი ვიდეო ბარათები გამოვა, არ არის თავად Nvidia-ს მიერ. ამის გარდა კიდე სუპერი ვიდეო ბარათები გამოდის ჯერ PC-ისთვის და სტანდარტული ვიდეო ბარათები, რომელიც ამ მაგას უკვე გამოშვებიდან იღებენ საერთოდ და მერე გამოდის ლეპტოპებისთვის. ანუ შეიძლება მე 1 წელზე მეტი დამჭირებოდა, რომ მომეცადა იმისათვის, რომ სუპერი ვიდეო ბარათი მეყიდა ლეპტოპისთვის. ან რაღაცა წელიწად ნახევარი, ან შეიძლება 2 წელიც კიდე დამჭირებოდა, რომ მეცადა სუპერი ვიდეო ბარათებისთვის. ხო და მაგასაც კიდე რა თქმა უნდა არ ვაპირებდი, თორემ ბევრად უფრო მერჩევნა რომ მეყიდა 50-60 სუპერი, რომელსაც დიდი ვარაუდით ექნებოდა 10 გიგაბაიტი RAM-ი და არა 8 მაგალითად, ან შეიძლება ქონოდა 12 რუის მაგივრად. თუმცა დალოდებაც კიდე დიდად არ მეყიდა. აი 2 წელიწადში 60 სერიის ვიდეო ბარათები გამოვა და ბარემ ან 70-ის და ბარემ მაგას ვიყიდი მერე PC-ის სახით და არა ისე ლეპტოპის. თუმცა ლეპტოპისაც კიდე ძალიან მეჩვია. მოკლედ, დავიღალე უკვე მეც, ეხლა თქვენს დაიღალეთ ალბათ, წავედი, წარმატებები ყველას და დროებით.